საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტიქიების შედეგების სწრაფი ლიკვიდაციის მექანიზმებს შეიმუშავებს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულებთან, გუბერნატორებთან სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა. შეხვედრაზე კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილეს, ყურადღება გამახვილდა რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე. რამდენიმე თემა განვიხილეთ. რეგიონების მდგომარეობა, მყარი ნარჩენების კუთხით კონკრეტული დავალებები იყო მიცემული და ინფორმაციებს ველოდებით. აგრეთვე განხილული იყო ახალი მუნიციპალიტეტების შენობებთან და ემოთან დაკავშირებული პრობლემატიკა. ძირითადი თემა, რაზეც ჰქონდა საუბარი, ეს არის სტიქიებთან დაკავშირებით. რამდენიმე ვარიანტი განვიხილეთ, რომ სწრაფად იყოს გადაჭრილი ეს პრობლემა და ხარისხიანად. განიხილებოდა მყარი ნარჩენების საკითხთან არსებული პრობლემები. ეს არის საკურორტო ზონასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ წელს 2014 საკმაოდ ბევრი იყო ტურისტები, მრავლად იყვნენ, ჭარბად იყვნენ უშუალოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აბასთუმანში, ბორჯომბაკურიანში. და აქედან გამომდინარე არ გაუცილებლობა ის, რომ იმისა რომ რეგიონში მომხდარიყო დამატებითი სპეცტექნიკის შეძენა და შესაბამისად ურნების შეძენა დამატება.